დღეს შაბათია და ტრადიციულად მიხეილ ცაგარელი გვერდდება ხა კვირის ასტროლოგიური მიმოხილვით. ბატონო მიხეილ, დილა მშვიდობისა. საკუთრული პერიოდი იყო, როგორც ჩვენთან დაანონსეთ. არის კიდევ არის, ესე იგი დავიწყოთ პოზიტივით, ხო? პირველ რიგში დადებითი განწყობა დღეს და ყველა დარჩენ დღეს. ეს არის უმთავრესი, იმიტომ რომ განწყობით როგორც შეხვდებით, ისე გაივლის დარჩენ. და ხა რატოა დღეს განწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აი ახლა ჩვენ გვაქვს 9 საათზე და 15 წუთზე პიკი თვარის დაბნელებისა და სავსე მთვარეობისა. ანუ დღეს არის თვარის დაბნელება სრული, საკმაოდ მძიმე ენერგეტიკული დღეა, მაგრამ ეს არის შევსო გინდა თუ არა რაღაც პრობლემა უნდა შეიქმნას. ჩვენ ვამთავრებთ გარკვეულწილად დერეფანს დაბნელებების 6-ში კონდა გახსოვთ მზის დაბნელება, ეხლა გვაქვს 21-ში მთვარის დაბნელება. და მორჩა სიბნელე? აი, ივნის-ივლისამდე მორჩა, მაგრამ ეხლა რაში ივნის-ივლისამდე დამთავრდა. იქ მერე გვექნება კიდევ. ეხლა საქმე რაშია? ჩემკარგებო, ესე იგი დაბნელება ეს არ ნიშნავს პანიკის საბაბი და არ იქა რაღაცა პრობლემა უნდა იყოს, მაგრამ დაბნელებებზე და ამ დერეფანში ყოველთვის არის სირთულეები. თქვენ ნახეთ, დაწყებული გრიპის ეპიდემიის განძლიერებიდან, დამთავრებული გაზის საფეთქებიდან და არც არის გასაკვირი გაზი, იმიტომ რომ შამი თუ არის ახლა ეგრეთ წოდებულ მერწყული ზოდიაქოს, რომელიც ჰაერის სტიქიასთან არის დაკავშირებული და ჰაერი მართავს გაზის ზონას, ამიტომ აქ დაკავშირებული გაზი, ცეცხლსასროლი არაღის ყველაფერი ახლა იყო ძალიან საკიფო თუ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში. ხო? და თქვენ დავინახეთ რამდენი იყო კონფლიქტის როლა და ასე შემდგომ ამასთან დაკავშირებული. ამიტომ შემოკარგებო ესე იგი დღეს და ნაწილობრივ ხვალ, იმიტომ რომ ცოტა მოქმედებს ხვალიდან დღეზე, მაგრამ ძირითადად დღეს მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება რას? აქ საჭირო რა პრინციპი მოქმედებისა, ვინც გაფრთხილებულია, შეარაღებულია და არა პანიკა. ეს ამაზე შევთანხმდით. დადებითი განწყობა პირველ რიგში და რას ვაკეთებთ ყურადღება ჯანმრთელობას. წნევა გაიზომით რომ არ იყოს მომატებული ან დაკლებული, ჰიპერაქტიურობა მატულობს, ღამე თუ ცუდად გეძინათ არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ სავსე მთვარეზე მოჭარბებული ენერგია და ადამიანს ცუდად ძინავს ტრადიციულად, ესეც არ არის პრობლემა. გამოიძინეს შუადღეზე თუ გნებავთ ამის საშუალება თუ გექნათ, არავითარი კონფლიქტები, არავითარი ხელშეკრულებების დადებები, არავითარი ახალი საქმის დაწყება და ძალიან ფრთხილად საჭესთან. იმიტომ რომ ზოგიერთს უბნელდება ტვინი დაბნელებების დღეს, რატო შეიძლება უცებ მოინდომოს მარჯვნივ გადახვევა და მერე გადავიდეს მარცხნივ. თვითონ არ იცის რატო გააკეთა ესეთი რამ. ანუ ფსიქოემოციური არასტაბილურობა ხშირად აჩენს თავს, ამიტომ კონფლიქტების ალბათობა ძალიან უცებ შეიძლება დაიწყოთ რაღაც ხუმრობით და დასრულდეს სერიოზული აგრესიით. მოგეთ გავიღიმოთ და პოზიტიური. გავიღიმოთ და რა თავარია შემოკარგო ვაკონტროლოთ. საკუთარი უარყოფითი ტენდენციები, საკუთარი ემოციური რეაქციები. ეს არის ყველაზე რთული, ეგუჭირს. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. თავარია რა, რომ ახლა გასაგებია რა ყოველდღე რთულია, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დღეები, როცა არის პროვოკაციული ტენდენცია მაღალი, აი ამ დღეს უნდა მაქსიმალურად მობილიზება გავუკეთოთ ამ თვისებებს, ხო? ამიტომ დღეს არაფერს ახალს არ ვაკეთებთ, ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლებით და გადავდივართ შვიდ-ცხოვრებულ რიტმზე და პირველ რიგში არავითარი კონფლიქტი. დღეს თუ კონფლიქტი მოусმინე, დღეს თუ კონფლიქტი. დღეს უფრო მეტის თუ რაღაცა საგანგებო არ მოხდა, საგანგებო რას ნიშნავს, ხო, ვიღაცა დაჭერეს და სასწრაფოდ საოპერაციო, ხო? არანაირი ოპერაცია არ არის გამართლებული, იმიტომ რომ შეიძლება დღეს ჩატარებული ოპერაციას დაჭირდეს ხელმეორე ოპერაცია. გესმით? ამიტომ ეს ამას მევქცევთ ყურადღება და დღეს დაწყებული კონფლიქტი გაგრძელდება ნახევარი წელიწადი. რას ლაპარაკობთ, ბატონო მიხეილ? შემდეგ დაბნელება. ვისაც დღეს ჩვენთან ჩხუბი გაქვთ, გადადეთ ხვალისთვის და ხვალ ვიჩხუბოთ. ამიტომ კი ბატონო, ყველა თქვენი საქმე. მოგეთ დღეს თიშავთ ტელეფონებს? ნიშნავენ. საქმიდან არ გავდივართ, არასწორი პოზიცია უკვე თავიდანვე. ამას მაქსიმალურ თვით კონტროლს ვაწესებთ, ხო? თუ ხედავთ რომ ეგზალტირებული ადამიანი მოდის და ნერვებს ვერ თუ ზემოდან არ გვიწყობს ხელს, ეს ვარსკვლავი თვით კონტროლის შენარჩუნებაში. ნინო, შენზეა ყველაფერი. აი, მოდის ახლა პიროვნება, ძალიან ნენო ისეთი აქტიურია, ენერგიულია, გამრავლებულია. არა, ნუ რაღაცა მოვიდა გეტა. და თავში ჩამარტყა. გაატარა, არა, ჩატყდა, არავინ არ ჩაგარტყავს, მაგრამ გამიზიანებს, უნდა პროვოკაციას გაატარე. შვიდ და წყნარად, ხო? აი, ეს ერთადერთი არა ის არ გვინდა, არა, კონფრონტაცია. თქვენთან გადმოვამისამართ. გადმოვამისამართ, მე მოული, კი ბატონო. ეხლა შევაკარგებო, ესე იგი დღეს ჩვენ გვაქვს ეს ცოტა რთული მძიმე დღე, შვიდად გავიაროთ იგი ყოველგვარი მნიშვნელოვანი საკითხების და საქმეების და გარჩევების გარეშე, ნაწილობრივ ხვალ, აი უკვე ზეგიდან სიტუაცია შეიძლება. თუმცა, მე მინდა ტექნიკოსებს მივაქციო ყურადღება ის ტექნიკასთან არის, ესე იგი შეიძლება დღეს და ხვალ, ასევე ნაწილობრივ ზეგ პატარა პრობლემები შექმნას კომპიუტერულ ტექნიკას, გაითვალისწინეთ პროგრამა შეიძლება უცებ შეიცვალოს ან წაიშალოს. პრობლემები ვიდრე
ეს გუშინ დღეს ხვალდაზე ეს 4 დღე არის ტექნიკისთვის, ელექტრობისთვის ცოტა მძიმე და სახშიც მიაქცეთ ყურადღება გაყვანილობებს. ეხლა რას იზავ კოსმოსს თავისი კანონები აქვს შეიძლება არ მოგწოს, მაგრამ ჩვენ გჭირდება მეტი ყურადღება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიყოთ პოზიტიურები. კოსმოსს ისე რომ იმანაც გადმოგხედოს. მეტი დადებითი ენერგია უნდა გაუშვა. ერთმა კაცმა მითხრა ბიზნესმენმა არ შეიძლება ეგზევით რომ ჩავაწყოთ რა რაღაცა რომ ბიზნეს ხელი მოაწეროთ. ნუ იმედია იხუმრა ბატონო. იმედია, მაგრამ 23-მდე ესე იგი ცოტა გაგვიჭირდება და მე მოვიქონთ. ეხლა უფრო აი 9 საათზე 15 წუთზე გვაქვს პიკი. ხო, აი შემდეგ ყოველ წუთის განმავლობაში უკვე იგრძნობთ რომ თანდათან ეს დამუხტული სიტუაცია უფრო მშვიდდება. აი ქრონიკას რომ მორჩები მე აი ნელ-ნელა გვეშველება ყველას. აი შენ იგრძნობ აგერტავს კითხები, საუკეთესო მაჩვენებელი. აი კანით გრძნობს ყველა სახის თვარის ვიბრაციას. აჰა, ეს იქნება ესე იგი ჩემთვის ინდიკატორი არა? 20 წუთის მერე როგორი სხვანაირი გახდება ნელ-ნელა როგორ მართლა დამშვიდდება. ეხლა როგორი სიმშვიდე აქვს, ისი ნახე როგორ აქვს აწეული მხრები, დაძაბული სიმშვიდე აქვს. და მე რა ნამდვილი სიმშვიდე. პოზიტიური ადამიანი ესე იგი დავიწყოთ ესე იგი პირველი ვერძის ოდიაკოს ნიშანი აგებჭყუალებს ქეჩევს წინაშე და არ გვაცლის საერთოდ ლაპარაკს. ხო ხედავ რაც მას საერთოდ არ ახასიათებს ტრადიციულად, მაგრამ რა შეა საქმე სავსე მთვარეა ჩემო კარგებოდა. ვერძი ისე რა ძალიან ენერგიულია და მოჭარბებული აქვს ენერგია, ხა დღეს არ იცის ვერძმა საწაიღოს ეს ენერგია და ამიტომ ყველაზე კარგია მათთვის ვარჯიშები დღეს აქტიური მოქმედება, ურთიერთობები, კონტაქტები თან. ოღონდ ერთი რამ, ესე იგი ძალიან კარგი პერიოდი გეწყებათ ვერძებო, ჩემო კარგებო და ახლობით ერთი თვე გეკნებათ ეს პერიოდი. ოღონდ დღევანდელი დღის გამოკლებაც. კი ბატონო. დღეს რაც შეიძლება შვიდად გავიარო და ჰიპერაკრიტიულობა თქვენი არ გახდეს. რაღაც მოლაპარაკებები და მეწარმოებინა დღეს და რაღაცა ჩემმა რაღაც შინაგანმა ხმა მითხრა რომ იცი რა არ გიგებს დღეს. ინტუიცია გაძლევს ამის საშუალებას, გადასარევი. ეხლა ნინო ოპერატორის სკოლისა და ყველა ვერძებს თხოვ რომ ესე იგი დღევანდელი დღის გამოკლებით ხვალიდან იაქტიურეთ. იმიტომ რომ კონტაქტურობა, მნიშვნელოვანი საინტერესო შეხვედრები, ახალი ნაცნობობა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსები და სხვა სასიკეთო პერსპექტივები აქ აშკარად იქნება. გინდა თუ არ გინდა, შეიძლება პროფესიონალურადაც მეტად გამვითარდეთ და რაღაც პროექტები გამიშდეს აქ საინტერესო ახალი საქმე დაიწყო. სამოგზაუროთ უცხოელებთან კონტაქტებისთვის ყოველხრივ კვირა არის ძალიან კარგი, ამიტომ ეცადე რომ აქტიურად გამლო ეს პერიოდი, იმიტომ რომ ხვალიდან უკვე რომ ჩაერთვება, ნუ დაახლოებით 19 თებერვლამდე თქვენ გექნება ძალიან აქტიური და კარგი პერიოდი საინტერესო. ეხლა რაც შეეხება კუროსთვის ძალიან კარგია და სტაბილურია ეს კვირა პროფესიონალური განვითარების კუთხით. შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდეს, კი ბატონო, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ კუროს უნდა ახსოვდეს, რომ ენერგოტონუსი მათი ცოტა კლებულობს. ამიტომ ნუ გადაიტვირთება ზედმეტ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მაინც ნუ აიღებს, იმიტომ რომ თუ გადაიტვირთა, მე უკვე შესაბამისად დაუშვებს. არადა ამ შვიდწყნარ რიტმში თუ მუშაობს, საერთოდ კუროს არ უყვარს რომ საჩქარებენ ვერძისგან განსხვავებით. და ხა აქედან გამომდინარე, შვიდად წყნარად იმუშაოს, მაშინ ეს კვირა მისცემს საკმაოდ კარგ მატერიალურ დივიდენდებს მას. უპერს რაც შეეხება ძალიან კარგი ახალი ნაცნობობისთვის, ახალი პროექტებისთვის, შეიძლება მოგზაურობებისთვის, აი ახალი ნაცნობობა არის პრიორიტეტული, რატო? შეიძლება გამოჩნდეს ესეთი ადამიანი, რომელიც აღმოჩნდება ან შემდგომ მისი სასკვალო პარტნიორი და ხანგრძლივი პარტნიორი შეიძლება მთელი ცხოვრების, ან ბიზნეს სერიოზული პარტნიორი, რომელიც თავის დივიდენდებს ჩადებს მის პროექტებში და ერთობლივად პარტნიორულად განახორციელებენ ძალიან საინტერესო პროექტებს. ამიტომ აქტიური ხდება, უფრო ენერგიული ხდება ხვალიდან, ამ ნიშანმა უნდა შეძლოს საკმაოდ საინტერესო თავისი იდეების განხორციელება. გერჩქებს რაც შეეხება ჩემო კარგებო, მთავარი პრობლემა არის რა? ჯანმრთელობა. შინაგანი ფსიქოემოციური მდგომარეობა. ეს არის პრობლემა მთავარი და მე არ გერჩევთ რას ფინანსურ გარიგებებს, არავითარ ყიდვა გაყიდვას, მით უმეტეს ხვილი საყიდლების გაკეთებას. რამაც შეიძლება შემდგომ პრობლემები შეიქმნას. ყოველ შემთხვევაში მთავარი ესე იგი ყურადღება არის ჯანმრთელობის კუთხით ეხლა, უკვე აი დღეს და ხვალ. მაქსიმალურად ნუ გადატვირთავთ თავს, მეაქციეთ ყურადღება თუ რაიმე პრობლემაა, წამლების პროფილაქტიკა, მეტად დაისვენეთ. ზეგიდან სიტუაცია ცოტა დამშვიდდება, კვირის ბოლომდე შეგეძლოთ მეტნაკლებად კარიული კუთხით, განვითარდეთ, სტატუს quo შეინარჩუნოთ და მეტნაკლებად სტაბილურად იგრძნოთ თავი. მაგრამ დღეს და ხვალ ცოტა გამიგებს საკუთარ თავს. რაც შეეხება ლომებს, ლომი ძალიან აქტიურია, ძალიან ინიციატივიანია, შარმიანია, მიმზიდველია, ძალიან კარგი პოტენციალი აქვს წარმატებისა, მაგრამ
თავარი პრობლემა რა არის? ვარსკვლავური დაავადება არ შეეყაროს. ანუ იმდენად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და იმდენად სიმპათიით არის ყველა მისდამი განწყობილი. თავში შეიძლება აუვარდოს შემოკარგოს ნარცისიზმი მისთვის დამახასიათებელთვისება, აქედან გამომდინარე, სხვასაც დაუგდოს ყური, გაითვალისწინოს ხვისი ინტერესები და არა მხოლოდ საკუთარი ეგოიზმით იცხოვროს. თუ ამას შეძლებს, იქნება პერიოდი წარმატებული. თუ ვერ შეძლებს, მაშინ კონფლიქტების ფერხულში აღმოჩნდება. ქალწულს რაც შეეხება, მთავარი პრობლემა აქ რა არის? ჯანმრთელობა, ენერგოტონუსი მისი კლებულობს და ამ დროს საქმეების დიდი რაოდენობა გასაკეთებელი, უამრავი შეხვედრები, მოლაპარაკებები და ასე შემდგომ. გასაგებია რომ ყველაფერი უნდა მოასწროს, ფინანსურადაც უნდა რომ მომაგდეს, მაგრამ ეს გადაწყვეტის მეშვეობით თუ მოხდა, ეს გამოიწვევს ემოციურ არასტაბილურობას და გახდება კონფლიქტების მიზეზი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ მოახერხოს სტაბილურად დასვენება და მუშაობა. რომ აქ იყოს ჰარმონიული წონასწორობა. წინამორბედ შემთხვევაში უკვე შეცდომებს დაუშვებს და კონფლიქტებში აღმოჩნდება. სასწორე ძალიან ჰარმონიულია, ძალიან კარგია პირადი ურთიერთობებისთვის, შემოქმედებით ინჭის და უნარის გამოსავლენად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შეიძლება ქორწინებისთვისაც კი დღევანდელი დღის გამოკლებით ეს კვირა იქნოს ძალიან კარგი. ხელსკობს იგი ურთიერთგაგება სახლში, სამსახურში, კოლეგებთან, ამიტომ წარმატების შანსი უდავოდ აქვს. ხვალიდან იაქტიუროს. მორიელ შეუძლია ფინანსური მდგომარეობის გამოუმჯობესება, ინტუიცია მზარდია, ხელსკობს იგი რას ახლობლებთან ურთიერთობებს დაუგდოს სხვა ახლობელთან მათ შორის რჩევებს ყური მაშინ ძალიან საინტერესო პროექტებში შეიძლება აღმოჩნდეს და სწორი ნაბიჯები გადადგმას. შვილდოსტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, ამიტომ ძალიან აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია. უცხოელებთან კონტაქტები გინდათ, იდეების რეალიზაცია გინდათ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ყველაფრის შანსი აქვს ძალიან მაღალი, ამიტომ გარისკოს კიდეც და წარმატებას მიაღწევს. ფაშოვის თხისკა ექნება საკმაოდ კარგად, ენერგოტონუსი ჯერ მაღალია, ამიტომ შეიძლება ძველი პროექტებისგან იდეებისგან დივიდენდები მიიღოს მან, პროფესიონალურად განვითარდეს, შესაძლებლობა მათ შორის მოწესრიგების ურთიერთობის როგორც სახლში, ასევე სამსახურში იქნება. დღევანდელი დღის გამოკლებით ყველა სხვა დღე ამ კვირისა გამოიყენოს მაქსიმალურად იაქტიუროს და შეიძლება პროფესიონალური განვითარების გამო მოუხდეს ადგილსამყოფელი, შეიძლება ბინის ან სახლის გადაცვლაც კი შეიძლება არ მოიწონოს ახლობლებს, მაგრამ სამაგეროდ მისი პროფესიონალური განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მერწყულებს ეწყებათ საუკეთესო პერიოდი. აქტიური ენერგიული ინიციატივიანი მზარდი ჯანმრთელობის მქონე იგი ამ რთული პერიოდის შემდგომ ამოისუნთქავენ მერწყულები, შეიძლება ორიგინალური თვით გამოხატვა ახალი იდეების წარმოჩენა მათთვის და შესაძლებლობა მატერიალური მდგომარეობის გამოუმჯობესების აშკარად მეეცემა ამ კვირაში, ოღონდ უკვე ხვალიდან. თევზებს ხო, არავით არის დეპრესიები, არავით არის ცუდი აზრები, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობია, რომ დაღლილები არიან და ფსიქოემოციურად არასტაბილურობა მოქმედებს მათზე, მაგრამ ჯერ კიდევ ეს პერიოდი ხელსკობს კარგულ განვითარებას, ახალ იდეებში, პროექტებში ჩართვას, საინტერესო მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, საინტერესო და ორიგინალურად, ესე იგი შანსები წარმატებისა აქვს. ოღონდ თან დაღლილია. თან ფსიქოემოციურად არასტაბილურია. მთავარია რომ თან დაისვენოს, თან იმუშაოს, ზომიერება დაიცვას და არავითარი პესიმიზმი, ოპტიმიზმით ვიმარჯვებთ ჩემო კარგი. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, მადლობა. ახლა კი უკვე